ნიკო ლორთქიფანიძე. საშობაო მინიატურები. იქ სადღაც შორს ბეთლემში 19 საუკუნის წინათ ცამოჭედილ ღამეს მღვიმეში დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემამსუბუქებელი, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი. აქ კი დღეს თავი პირველი სარეცელზე. ნუგეშინია შვილო, ექიმა თქვა ყველაფერი აჭამეო, რაც კი მოისურვოსო. პირში მაინც გამოივლე შაქრის ყინული, ტკბილია გიამება. ამ ანგელოზის ქანდაკებას მოკიდე ხელი. თელ ქალაქში ერთი იყო და შენ მოგიტანე. ნუგეშინია შვილო, დამშვიდდი. აი ასე ამოისუნთქე. გაგივლის. ახლა უმწვერვალესი წუთაი ავადმყოფობისა. აი ახლავ დაგიკლებს სიცხე. ბავშვის პატარა ხელებს მოხვდა ცივი მარმარილოს ქანდაკება. იამა გახურებულ მკერდზე მიიკრა და გაყუჩდა ბავშვი. დედა კი ნელ-ნელა უსვამდა ხელს ოფლიანს შუბლზე, უსწორებდა გაჩიჩილ თმას, მერმე ჩაიკეცა და მიითვლიმა. აგონდება ქალს პირველი ამბორი, განა ეს გარდაქმნა არ იყო? აგონდება ქალს, როგორ დაიძრა სხეულში ახალი ადამიანი. აგონდება ქალს, როგორ ტანჯვათა შორის ქვეყნად იშვა მისი ბიჭი. ახლა კი ამ შობის ღამეს როგორ წაართმევს ღმერთი. ბავშვს კი გულში მაგრად ჩაუკრავს ანგელოზის ქანდაკება, სუნთქვა უსუსტდება და ნელ-ნელა ახალ ცხოვრებას იწყებს. თავი მეორე. საქართველო იყიდება. იყიდება საქართველო, მინდორველით, თაგორით, ტყით, ვენახით, სათესით, წარსულის ისტორიით, მომავალის სვებედით, მშვენიერის ენით, ნაქარგი ფარჩა ხავერდით, ვაშკაცურის ხასიათით, სტუმართმოყვარეობით, დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით, ნაამაგევი სახლით და კარით, ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიებით, ჩქეფარე ნაკადულებით, ლურჯის ზღვით, მოწმენდილ მოკაშკაშებული ცით, ერით, ბერით, თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით, გონება გახსნილ ვაჟებით, მალხაზი ბავშვებით, ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ მოყვრებით. ყიდის ყველა, თავადი, ღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაგრული. იყიდება ყველგან, ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში. იყიდება ერთიანად, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ, კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარა ნაჭრებად, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა, ნისიად, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოდ, ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით. იყიდეთ ბარემ თლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირის სუფალს. თავი მესამე. ბრმა თერძი. ხელის ფათურით მონახა ლევანა თერძმა კარების გასაღები, შეჩერდა, რაღაც გადაწყვიტა და კარები გააღო. სუფთა ცივმა ქუჩის ჰაერმა თითქოს შიშით დაიხია უკან და გზა მისცა შმორის და ოფლის სუნით გამსჭვალულს ოთახის ჰაერს. ქალო გზა გამიკულიე, ვერას ვხედავ. ჩუ, იმავე წამს უპასუხა ვიღაცამ, მოიტა ხელი აბა, ფეხაკრეფით, ბავშვები როგორც იქნა დავაძინე, ფუჩუნით ეუბნებოდა დამხდომი.
ეცადე ლოგინის კიდეზე მოეთავსო, ბავშვები კედლისკენ დავაწვინე, სუფრასთან მიმიყვანე, რომ გაიღვიძონ რაღა ვქნათ, არაფერი მომიტანია, ქალო. რატომ? ყრუთ ჩაიკითხა ქალი. რატომ და თვალი აღარ ჭრის? ჩემი გავლებული გვირისტი სულ დასარღვევი გაუხდათ, დუგმები უკუღმა დავაკერე, გამლანძღეს, გამათრიეს და ისე გამომიშვეს, სამართლიანადაც. რად ჩავდგი შენს ცოდვაში ფეხი? რად მოვიკიდე მისუსტებულ ზურგზე სამი ადამიანის სვებედი? თლად დავბრმავდებოდე მაინც, თავშესაფარში მიმიღებენ. არაფერია კაცო, ნუ გმობ ღმერთს. არ ვგმობ, პირიქით, თაყვანს ავცემ მის კანონს. ღირსი ვარ, მე ყველაფრის ღირსი ვარ, მაგრამ თქვენ, ხვალ ძაღლებიც კი ხორცით გაძღებიან, ზოგს გადუგდებენ, ზოგიც მოიტაცებს, თქვენ კი? ნაცრიანი მჭადი მაინც გქონდეთ. დედა, მოვიდა მამა, კუნესის მისუსტებული ხმით ბავშვი, ბრმა თერძის ავატმყოფ თვალებს სწვავს ცრემლები. იქ, სადღაც შორს ბეთლემში, 19 საუკუნის წინათ, ცამოჭედილ ღამეს, მღვიმეში დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემამსუბუქებელი, სიკვდილისა, სიკვდილითა დამთრგუნველი. აქ კი დღეს